მოგესალმებით ყველას, მინდა მადლობა გითხრათ მოგზაურობისთვის და იმედია, ცოტა მაინც დავაკმაყოფილებთ თქვენ ინტერესს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოში მგლისა და ძაღლის ჰიბრიდიზაციას. ანუ კავკასიური ნაგაზი და მგლი საქართველოში და მათი ჰიბრიდიზაციის საკითხები და სავარაუდო შედეგები. სანამ გადავალ უხალოდ ამ ჩვენ კვლევაზე, მინდა ორი სიტყვით მოგახსენოთ თუ რა არის საერთოდ ჰიბრიდიზაცია, რა არის ჰიბრიდიზაციის, რა შეიძლება იყოს ჰიბრიდიზაციის მოსალოდნელი შედეგები და როგორ მიმდინარეობს თუ არა უფრო სწორად ჰიბრიდიზაცია ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენლებში, რადგან ეს ჩვენი ობიექტები სწორედ ამ ოჯახის წარმომადგენლები არიან. რა არის ჰიბრიდიზაცია? ნუ ყველამ კარგად იცით, რომ ჰიბრიდიზაცია ეს არის ორი დაცომის შერევა, როდესაც წარმოიქმნება ჰიბრიდი. ფაქტიურად გენთა ნაკადის გადადინება ერთი განსხვავებული პოპულაციიდან მეორე განსხვავებულ პოპულაციაში ძალიან მარტივად დამატებულად. ეხლა რა დონეზე ხდება ჰიბრიდიზაცია? თუ ჰიბრიდიზაცია მიმდინარეობს ქვესახეობებს შორის და ამის მაგალითს თქვენ ხედავთ, ეს არის ჰიბრიდი ბენგალურ და უსურიის ვერცხლს შორის, ამას ქვია შიდა სახეობრივი ჰიბრიდიზაცია. როდესაც ჰიბრიდიზაცია მიმდინარეობს ორ სახეობას შორის და თქვენ კარგად არის ცნობილი ეს მაგალითი ჰიბრიდი ვერცხლსა და ლომს შორის, ლომსა და ვერცხლსა კიდევ ბევრი სხვა ასეთი ჰიბრიდები, ეს არის სახეობად შორისი ჰიბრიდიზაცია, რომელიც უფრო იშვიათია ვიდრე შიდა სახეობრივი ჰიბრიდიზაცია. ძალიან იშვიათი არის გვართა შორისი ჰიბრიდიზაცია, ანუ ჰიბრიდიზაცია ორ განსხვავებულ გვარს შორის და ამისი მაგალითი არის ძალიან საინტერესო მაგალითი, ამიტომ მოვიყვანებ ეს მაგალითი. ეს გახლავთ ცრუ მერცხალა ვეშაპს შორის, აი ხედავთ ფოტოზე და აფალინას შორის ჰიბრიდიზაციას და წარმოიქმნება ჰიბრიდი, რომელსაც ვოლფინი ქვია. ეს ჰიბრიდი არის ნაყოფიერი და იძლევა ნაყოფიერს გამომავლობას. ამიტომ არის ეს საინტერესო მაგალითი. ნუ ოჯახებს შორის ჰიბრიდიზაცია ძალიან იშვიათია და ფრინველებში არის აღწერილი ამის შესახებ. ახლა მე გენეტიკოსი არ გახლავართ და არ დავიწყებ ესე დეტალურ მიმოხილვას ამის ყველაფრის. ახლა როგორია ჰიბრიდიზაციის ბიოლოგიური შედეგები? ხო, ერთ-ერთი შედეგი არის, ყველამ კარგად იცით, ეს არის სტერილური ჰიბრიდის მიღება და გაქვთ სტერილური ჰიბრიდის მაგალითი, ეს არის ჰიბრიდი ზებრასა და ვირს შორის. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ჰიბრიდიზაციისა, ეს არის გენთა ნაკადის გადადინება ერთი პოპულაციიდან მეორეში, რომელიც ფაქტიურად იწვევს გენეტიკური მრავალფეროვნების წარმოქმნას, შევსებას, როგორც ხდება და საბოლოოდ ყველაზე ასე ვთქვათ დიდი შედეგი, დიადი შედეგი, ეს გახლავთ სახეობის წარმოქმნა, ხო? ანუ ფაქტობრივად ჰიბრიდიზაცია ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომლის დროსაც შეიძლება მოხდეს სახეობა წარმოქმნა. ეხლა ხდება თუ არა ჰიბრიდიზაცია ძაღლისებრებში? ეს არის ოჯახი, რომელშიც შედის, თქვენ კარგად იცით, მგელი, ტურა, მელა, ფაფრიანი მგელი, აფრიკული ველური ძაღლი და ბევრი სხვა, სულ 35 სახეობა, რომლებიც დაშორდა თავის წინაპარს სადღაც 10 მილიონი წლის წინ. ეს სახეობები, რა თქმა უნდა, ყველა სხვადასხვა დროს, მაგრამ დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ დაიწყო ამათი ეგრეთ წოდებული ადაპტური რადიაცია, ხო? და ყველაზე საინტერესო მე ვფიქრობ მაგალითი და არა მარტო მე მგონი მე ვფიქრობ სახეობად შორისი ჰიბრიდიზაციის აი ამ ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენლებში გახლავთ წითელი მგელი. აი ეს წითელი მგელი, რომელიც ლათინურად არის კანის რუფუს, რომელიც ბინადრობს ჩრდილო ამერიკის ჩასმეთონო, ხო? აი ეს სამხრეთ ნაწილში და ეს არის მისი ისტორიული არეალი. ძალიან იშვიათ სახეობად ითვლება, შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო წითელ ნუსხაში, როგორც გადაშენების კრიტიკულ საფრთხეში მყოფი სახეობა, იმდენად იშვიათი სახეობა გახლავთ და დღეს მისი არეალი არის აი მხოლოდ ესეთი მცირე. ეს გახლავთ ჰიბრიდი კოიოტსა, ეს განის ლატრანს აქ თქვენ ხედავთ და მგელს შორის. აღნიშნული დამტკიცებულია მოლეკულურ გენეტიკური მეთოდების გამოყენებით, დღეს უკვე ეჭვს არ იწვევს, იმდენად ესე კარგად არის ეს დასაბუთებული და
იცით, არის დღეისათვის ითვლება იშვიათი სახეობის აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მცდელობა. ესე იგი, 70-იან წლებში თითქმის არ იყო ეს სახეობა, აღარ არსებობდა დედამიწაზე, იყო დარჩენილი ზოოპარკებში და რამოდენიმე ინდივიდი იყო ბუნებაში დარჩენილი და ნელ-ნელა დღეს, ესე იგი, ზოოპარკებში, ბოდიში დღეს ბუნებაში აღადგინეს. აქ თქვენ ხედავთ, როგორ შეიძლება მომხდარიყო ჰიბრიდიზაცია. ესე იგი, ხედავთ მგლის არეალს მწვანედ, კოიოტის არეალს ყვითლად, აქ არის კანის ლიკაიონი, ნუ ახლა ამას თვლიან მგლის აღმოსავლური მგლის სახეობად, უпростоრად შესახეობად, მაგრამ სინამდვილეში ბევრი მეცნიერი ჩვეულებრივ მგლად თვლის, ანუ მგლის და კოიოტის არეალები ამ შემთხვევაში სიმპატრულებია, ანუ ერთ და იგივე ტერიტორიაზე ბინადრობს. ეხლა რატომ მოხდა სწორედ ამ ტერიტორიაზე ჰიბრიდიზაცია? ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, როდესაც დაიწყეს ამ, ესე იგი, ჯერ კიდევ სადღაც 25,000 წლის წინ შეიძლება, უпростоრად 12,000 წლის წინ, ამ ტერიტორიაზე ადამიანმა დასახლება, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი კონფლიქტი იყო ადამიანსა და მგელს შორის, მგლის განადგურება დაიწყეს ამ ტერიტორიაზე, კოიოტმა გაიფართოვა თავისი არეალი, ესე იგი, დაიწყო შესვლა იმ ტერიტორიაზე, რომელიც გამომთავისუფლა მგლისაგან, მგლის შემცირებული რიცხოვნობის გამო, მგელი და ესეთი მაგალითები ბევრია საერთოდ ჰიბრიდიზაციის, მგლის დაცემული რიცხოვნობის გამო, მგლის ინდივიდები ეძებდნენ პარტნიორს სხვა მსგავს სახეობებში და დაიწყო შეჯვარება კოიოტსა და მგელს შორის, რომელმაც სულ რაღაცა 12,800 წლის შემდეგ მოგვცა, ეს არის ყველაზე ქვედა ზღვარი, ხო? მოგვცა ახალი სახეობა, რაც არის წითელი მგელი. დღეისათვის, ესე იგი, ეს სახეობა მკაცრი მენეჯმენტის ქვეშ არის, ანუ ძალიან დაცულია და ერთადერთი საფრთხე, რომელიც მასზე მოქმედებს, ეს არის გენეტიკური საფრთხე კოიოტისგან, ანუ უჯვარდება კოიოტს და ფიქრობენ, რომ თანდათან შეიძლება ამან გამოიწვიოს გენეტიკური გადაშენება, ხო, ასეთი მაგალითებიც ვიცით ევოლუციის პროცესში. რა შვებიან ამისთვის, უბრალოდ იღებენ ჰიბრიდებს. ანუ მუდმივად ხდება ინდივიდების გენეტიკური ანალიზი და იღებენ ჰიბრიდებს. კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი ძაღლისებრთა და ოჯახის შიგნით სახეობათშორისი ჰიბრიდიზაციისა, შეიძლება ეს თქვენთვის ცნობილიც არის, ეს გახლავთ ჰიბრიდების არსებობა მგელსა და ტურას შორის. ველურ ბუნებაში ეს საკითხი არის ძალიან სუსტად შესწავლილი. ესე იგი, ერთ-ერთი შარშან გამოსული ნაშრომის თანახმად, კავკასიაში მგლის და ტურის ჰიბრიდიზაცია მიდის, ოღონდ მიდის ძალიან დაბალი სიხშირით. ამ კვლევაში ჩვენც მონაწილეობდით, უბრალოდ მე ვთვლი, რომ ეს საკითხი არ არის ჯერ კარგად შესწავლილი, რადგან სინჯების რაოდენობა იყო მცირე, სინჯების გეოგრაფიაც იყო საკმაოდ ვიწრო. ანუ ეს კვლევა საჭიროებს სასწრაფო გაგრძელებას. ეხლა რაც შეეხება ძაღლისა და ტურის ჰიბრიდებს, ხო? ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს და ჩემი პერიოდის ადამიანებმა შეიძლება ეს საკითხი კარგად იციან, ხდებოდა ძაღლის და ტურის შეჯვარება რატომ? იმიტომ, რომ გამოეყვანათ ძაღლი, ანუ ტურძაღლი, ან როგორც კიდათ უწოდეთ, რომელსაც ექნებოდა ძალიან კარგი ყნოსვა. ითვლებოდა, რომ ტურებს აქვთ განსაკუთრებულად კარგი ყნოსვა და უფრო უკეთესი ვიდრე აქვთ ძაღლებს. ასევე ტურები უძლებენ საკმაოდ მაღალ ტემპერატურებს, ამიტომ ისეთ ძაღლთან მისი შეცვლილება, რომელიც შედარებით მცირე ზომის არის და თან ეს გახლავთ ნენეცური ლაიკა, ეგრეთ წოდებული ირმის მადევარი, ანუ იყენებენ ნენეცები ირემზე ნადირობის დროს და ის უძლებს ძალიან დაბალ ტემპერატურებს, ითვლება, რომ მას შეუძლია გაუძლოს -70 გრადუსს. აი, იმასთან შეჯვარება ამ ტურის მოგცემს რას? ფიქრობდნენ ესე მოგცემს ისეთ ჰიბრიდს, რომელსაც შეუძლია გაუძლოს ტემპერატურული დიაპაზონის ძალიან დიდ ცვალებადობას და ამ დროს ჰქონდეს ძალიან კარგი ყნოსვა. და გამოიყენონ რისთვის უნდათ ეს პირველ რიგში გამოყენებულიყო აეროპორტებში ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ნარკოტიკების მოსაძებნად. ნუ თავდაპირველად რა გააკეთეს? აიღეს მამრი ტურები,
გამოიყვანეს პატარა ლეკვები, ზრდიდნენ მათ მდედრი ძაღლები, იმისათვის რომ მომხდარიყო მდედრი ძაღლის, ესე იგი ხატის ჩაბეჭდვა, ტურაში და ძაღლი არ მიეღო როგორც უცხო სახეობა. შემდეგ აი ესე გაზრდილ მამრებს უჯვარებდნენ მდედრ ძაღლებს და მიიღეს ჰიბრიდები, ეგრეთ წოდებული სულიმოვის ძაღლები. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ძაღლები სულაც არ არიან ისეთი კარგები, როგორც თავიდან ეგონათ, ანუ მათი დამორჩილება, მათი გაწვრთნა ძალიან რთული აღმოჩნდა. და ისევ აი ეს ჰიბრიდები შეუწყვილეს ისევ ძაღლებთან, ისევ ამ ნენეცურ ლაიკასთან და უკვე მიღებული ძაღლები ექვემდებარებოდა დრესურას, ანუ ექვემდებარებოდა წვრთნას. თავდაპირველად ამას იყენებდნენ მხოლოდ ლაბორატორიებში, რისთვის? იმისათვის, რომ მოეხდინათ სუნის დისკრიმინაცია, ანუ გარჩევა სულ მცოცირეოდენი კონცენტრაციის სუნებისაც კი. და ბევრი ექსპერიმენტის შედეგად მოკლედ ასე გვეუბნება ლიტერატურა, რომ დღეს თურმე ესენი დღემდე გამოიყენებიან აეროპორტში და საერთოდ სამძებრო სამსახურში და აი აქ ხედავთ აი ამ სულიმოვის ძაღლებს. ეხლა, რაც შეეხება მგლისა და ტურის ჰიბრიდიზაციის საკითხებს. ნუ სად შეიძლება შეხვდნენ ესენი ერთმანეთს, აქ თქვენ ხედავთ მგლის არეალის რუკას, აქ თქვენ ხედავთ ტურის არეალის რუკას და მგლის არეალის რუკა ერთი საინტერესო ასე პატარა შენიშვნა მინდა გავაკეთო. დღეისათვის ცოტა სხვანაირად გამოიყურება, ანუ ჩამოდის აფრიკის კონტინენტზეც. 2011 წელს გამოქვეყნებულმა ძალიან საინტერესო ნაშრომმა აჩვენა, რომ თურმე არსებობს კრიპტული მგელი, ანუ ეგრეთ წოდებული ფარული მგელი, რომელსაც ყოველთვის თვლიდნენ ტურად, ეგვიპტურ ტურად და რომლის ლათინური სახელწოდება იყო, ესე გამოყოფილი იყო ქვესახეობა კანის აურეუს ლუპასტერი. და ეს ბინადრობდა, აი მოხაზულია მისი არეალი, ეგვიპტე, ეთიოპია და კენიის ნაწილში. მაგრამ გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული ეგვიპტური ტურა, რომელიც გამოირჩევა შედარებით დიდი ზომებით, დაჯგუფდა ძალიან დიდი სარწმუნოებით, დაჯგუფდა მგლებთან, დაჯგუფდა ინდურ მგლებთან, დაჯგუფდა ჰიმალაურ, ანუ კანის ლუპუს ჩამკოსთან, გაცილებით მეტი სიზუსტით ვიდრე ტურებთან. და დაარქვეს მას აფრიკული მგელი და თვლიან, რომ ეს სინამდვილეში არის მგლის უკიდურესი გავრცელების წერტილი აი აფრიკაში. ეს ისე საინტერესო ფაქტია. ეხლა ვინ არის ძაღლი? ხო თქვენ შეიძლება სასაცილოდ არ გეყოთ ეს შეკითხვა. და საიდან მოხდა მისი წარმოშობა? ნუ ყველამ ალბათ კარგად იცით, რომ მგლის წინაპარი იყო მგელი. თუმცა გასულ საუკუნეში თითქმის რაღაც ბოლომდე ასე არ ფიქრობდნენ. და იმის გამო, რომ მგლის აი აქ სულ ცოტა ჯიშებია მოყვანილი, მგლის ძაღლის ჯიშები იმდენად განსხვავდებიან გარეგნულად ერთმანეთისაგან და უფრო მეტადაც განსხვავდებიან, ვიდრე აი თვითონ ძაღლის სებრთა ოჯახის შიგნით არსებული სახეობები, თვლიდნენ, რომ შესაძლებელია ძაღლის წინაპარი ყოფილიყო ტურაც, კოიოტიც, პრეისტორიული ძაღლისებრი, რომელიც დღეს არ არსებობს და მგელიც. ანუ ძაღლს ჰქონდა რაღაცა პოლიფილეტური, შეიძლება ასე ითქვას ამ პატარა ტაქსით, პოლიფილეტური წარმოშობა. თუმცა დღეისათვის უკვე არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ ძაღლს აქვს მონოფილეტური წარმოშობა და ის წარმოიშვა მგლებისაგან. ნუ გაკეთდა ძალიან დიდი ესე იგი სინჯების ანალიზი, რომლებიც იყვნენ ჩრდილო ამერიკიდან, აზიიდან, ევროპიდან. ეს იყო 27 განსხვავებული პოპულაცია მგლის სხვადასხვა წერტილიდან, იყო სადღაც 166 მგელი მონაწილეობდა თუ არ ვთქვი ამ ანალიზში და 67 ჯიშის სხვადასხვა ჯიშის ძაღლებისგან კიდევ უამრავი ინდივიდები და ყველა ესე იგი გენეტიკური კავშირი აი ამ ძაღლების ყველა ჯიშებისა გელთან უკვე ეჭვს არ იწვევს, გაცილებით უფრო მჭიდროა ვიდრე სხვა რომელიმე ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელთან. ნუ ესე იგი ამაზე შევთანხმდით, რომ მგელი არის მოშინაურებული ძაღლი. ეხლა სხვა კითხვა დავსვათ. სად მოხდა მოშინაურება ძაღლის? იყო ეს ერთჯერადი პროცესი, თუ არსებობს მოშინაურების მრავალი კერა. იყო ეს რაღაცა გარკვეულ პერიოდში მომხდარი მოვლენა, თუ პერიოდულად ეს მოვლენა ხდებოდა, ხო? და არსებობს ძალიან საინტერესო აღმოსავლეთ აზიური ჰიპოთეზა,
ძაღლის მოშინაურების შესახებ, ამ ჰიპოთეზის თანახმად, რომლის ავტორი გახლავთ ცნობილი მეცნიერი სავოლაინენი და ეს შრომა გამოქვეყნდა Science-ში 2002 წელს, ამ ჰიპოთეზის თანახმად ძაღლის მოშინაურება მოხდა აღმოსავლეთ აზიაში. რატომ? იმიტომ რომ მდედრობითი ხაზები, ასე დავვთქვათ, ყველაზე უფრო მაღალი მრავალფეროვნებით ხდება აღმოსავლეთ აზიაში. და ყველაზე უფრო ახლოს ძაღლის ჯიშები არის აღმოსავლეთ აზიურ მგლებთან. აი, ამას ამტკიცებს სავოლაინენი თავის ნაშრომში. ეს ერთი ჰიპოთეზა. ეხლა 2010 წელს სავოლაინენის შრომა შეთქმულის დღემდე არ გარდავს აქტუალობას, იმიტომ რომ მან მოახერხა და გამოყო მდედრობითი ხაზები და დააჯგუფა მთელი მსოფლიოს მგლებისა და ძაღლების ჯიშები. და რომელსაც დღესაც ვიყენებთ ჩვენ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ, სად მდებარეობს ესა თუ ის ჯიშის ძაღლი, ველი ან სხვა ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. 2010 წელს Nature-ში გამოქვეყნდა ვან ჰოლტისა და კოლეგების სტატია, რომელიც ამტკიცებს, რომ ძაღლის მოშინაურება მოხდა ახლო აღმოსავლეთში. და რატომ ამტკიცებს ამას? იმიტომ რომ, ესე იგი, ძირითადი 4 მდედრობითი ხაზი, ანუ ჰაპლოჯგუფი, რომელიც გვხვდება ძაღლების სხვადასხვა ჯიშებში, აქვთ მხოლოდ ახლო აღმოსავლურ მგლებს. და ეს გაკეთებულია უფრო თანამედროვე, ასე ვთქვათ, მეთოდების გამოყენებით, ეს გაკეთებულია single nucleotide polymorphism-ის ანალიზის მეშვეობით, ეს არის ცალკეული ნუკლეოტიდების ცვალებადობა, ხო, ასე შემიძლია ვთქვა ალბათ. ხო. აი, ამ მეთოდის გამოყენებით და ბოლოს 2013 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი, ეს არის ტელმანის, ვეინისა და სხვების ნაშრომი, რომელმაც ანალიზში გამოიყენა ასევე ნამარხები ძველი ძაღლისნაირების, რომლებიც იდენტიფიცირდნენ როგორც ძაღლები. ნაწილი, რომელიც იდენტიფიცირდნენ როგორც მგლები ევროპიდან, ამერიკიდან და აზიიდან, აი აქ ხედავთ თქვენ ჩამონათვალს, ხედავთ აი რა ასაკის იყვნენ ეს ნამარხები, ესე იგი დაწყებული 1000 წლის წინანდელები, დამთავრებული 36 წლის წინანდელები. და ტელმანი ამტკიცებს, რომ ყველაზე უფრო ახლოს თანამედროვე ჯიშის ძაღლები დგანან ევროპაში არსებულ ძაღლების ნამარხებთან და ევროპულ მგლებთან. თუმცა აქ ყავს რამოდენიმე მოწინააღმდეგე ტელმანს და რომლებიც იძახიან, რომ აი რაღაც გარკვეული თავის ქალები, რომელთა ასაკი აი აქ თქვენ ხედავთ ერთს, მაგალითად არის 36,000 წლის წინანდელი. ხო, იმდენად დიდი ზომის არის და თან გენეტიკურად განსხვავებულია სხვა დანარჩენი ინდივიდებისაგან, რომ შეიძლება სულაც არ იყოს ძაღლი და ეკუთვნოდეს პრეისტორიულ მგელს. ტელმანი ამაზე პასუხობს, რომ შესაძლებელია ასეც, მაგრამ შესაძლებელია ეს იყოს იმიტომ, რომ უბრალოდ არსებობდა არა ასე ვთქვათ წარმატებული მოშინაურებების მცდელობები და აი ეს ნამარხი, რომელმაც არ დატოვა შთამომავლობა, შეიძლება სწორედ ასეთი მოშინაურების შედეგად ყოფილიყო. ეხლა, რამდენად განსხვავდება ძაღლი და მგელი ერთმანეთისაგან? ნუ ეხლა გარეგნულად ვიცით, ხო, ზოგიერთი კი არა, უმრავლესობა ძალიან განსხვავდება. მაგრამ ჩვენ რომ ვანახოთ რაოდენობრივად რამდენად განსხვავდება, არსებობს ერთი ძალიან საინტერესო კვლევა, სადაც შეისწავლეს, აინახეთ 7762 გენის ექსპრესია თავის ტვინის სხვადასხვა უბანში. ეს იყო თალამუსი, აი აქ ცისფრად არის ხედავთ, ეს იყო ნუშისებური სხეული, ანუ ამიგდალა და ეს იყო ფრონტალური კორტექსი, ანუ ქერქის წინა ნაწილი, ესეთი ფრონტალური ნაწილი. და რა აღმოჩნდა, რომ გენების ექსპრესია მგელსა და ძაღლს და კოიოტს შორის ძალიან განსხვავდება აი ამ ჰიპოთალამურ უბანში. აქ ძალიან დიდი სხვაობა მივიღეთ. რაც შეეხება ნუშისებურ და ფრონტალურ კომპლექსში, აქ ნაკლებად განსხვავდება. ნუ ეს შეიძლება ცოტა რთულად ჟღერდეს, მაგრამ როგორ უნდა წარმოვიდგინოთ, იცით, ამა თუ იმ გენის გააქტიურება იწვევს ცვლილებას, ძალიან მარტივად რო ვთქვა, ბატონი აივენგო შეიძლება დამაყაროს, ამ კუთხით იწვევს ცვლილებას ტვინის ამა თუ იმ უბანში.
აი მგელს სხვანაირი ცვლილება მგლის ჰიპოთალამუსში სხვანაირი ცვლილება ხდება, ძაღლის ჰიპოთალამუსში სხვანაირი ცვლილება ხდება. რადგან თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ ჰიპოთალამუსი აკონტროლებს ჩვენ ემოციურ სფეროს, ხო? შესაბამისად, ქცევის ძალიან ბევრ მოდელს და აი ამის გარეშე ჰიპოთალამუსის კონტროლის გარეშე წარმოუდგენელია, ესე იგი ჩვენ მივდივართ დასკვნამდე, რომ მგლის და ძაღლის ქცევა ძალიან განსხვავებულია და გადარჩევის მრავალი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ესე იგი იმდენად განსხვავება წავიდა ქცევაში, რომ აი ჰიპოთალამუსის უბანშიც კი აისახა და ესე იგი ეს მეტყველებს იმაზე, რომ ნამდვილად ასეთი განსხვავება და კიდევ ბევრი სხვა კვლევები არის, რა თქმა უნდა, არსებობს. ეხლა ჰიბრიდიზაცია ჩვენ თქვით, რომ რა თქმა უნდა დავუბრუნდეთ ისევ ჰიბრიდიზაციას, მის მერე რაც გავარკვიეთ, რომ ძაღლი და მგელი სხვადასხვაა, ძალიან განსხვავებულია მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ახლოს არიან ისინი ერთმანეთთან და რატომ ვღელავთ ასე ვთქვათ, ამ ჰიბრიდიზაციის საკითხებთან დაკავშირებით, ხო? ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ჰიბრიდიზაცია ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ეს ხდება ველურ გარემოში. მაგრამ როდესაც ჰიბრიდიზაცია ხდება მოშინაურებულ და ველურ სახეობებს შორის. აი რა ხდება მაშინ. ესე იგი, მოშინაურების პროცესის შედეგად ხდება ისეთი, თქვენ კარგად იცით, გენთა ნაკრებების გადარჩევა, რომელიც ხელსაყრელია ადამიანისთვის და არა, ასე ვთქვათ, ცხოველისთვის. და ველურ სახეობებში გადარჩევა ხდება ისეთი გენთა ნაკრების სასარგებლოდ, რომელიც მაღლა წევს ამ ცხოველის ადაპტაციის, ანუ გარემოსთან შეგუების უნარს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის უნიკალური გენთა ნაკრებები, რომლებიც ყალიბდება ველურ ბუნებაში. ეხლა წარმოიდგინეთ, როდესაც ჩაიღვრება ბჭყალებში მოშინაურების შედეგად გადარჩეული გენები, აი ამ ველურ გენთა ნაკრებში, ხო? შეიძლება ამან ძალიან დააქვეითოს ველური ცხოველების გადარჩენადობა საბოლოო ჯამში. აქ შეიძლება სხვადასხვანაირი ზემოქმედება იყოს, მაგრამ აი მარტივად რომ ვთქვათ, უარყოფითი შედეგი შეიძლება ეს იყოს. ამიტომ დღეს ევროპაში ჰიბრიდიზაციას განიხილავენ მგლის პოპულაციაზე მოქმედ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად. ეხლა ჩვენ რატომ დავინტერესდით? ამიტომ დავინტერესდით, რომ ფიქრობთ, რომ მგლის პოპულაციისთვის საკითხი იყო. სიმართლე რომ გითხრათ, ასე არ იყო. ჩვენ თავიდან დავიწყეთ, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შედის ჩვენ ძალიან დიდ საკვლევ პროექტში, რომელიც ეხება მიზეზების კვლევას იმისა, თუ რატომ მოხდა ბოლო პერიოდში მგლის ადამიანის სამოსახლოსთან უფრო აქტიური გამოჩენა. ამას ჩვენ ვიკვლევთ როგორც ეკოლოგიური მეთოდებით, ისევე სოციოლოგიური და რა თქმა უნდა გენეტიკური მეთოდებით. აი რა არის ამის მიზეზი? თუ ამის ერთ-ერთი და რა თქმა უნდა ამის მიზეზი სხვადასხვაა და ეხლა ამაზე არ ვაპირებს საუბარს და თუ ვინმეს ეკოლოგიური მიზეზები დაინტერესებს, შემდეგ შეიძლება ამაზე საუბარი. რატომ ჰიბრიდიზაცია? იმიტომ რომ ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ ჰიბრიდები ნაკლებად უფრთხიან ადამიანს, ისინი სახდებიან ადამიანის დასახლებების სიახლოვეს და აი მაგალითად ლატვიაში აღწერილია, რომ აი ესეთი ჰიბრიდები თავს ესხმიან ძირითადად საქონელს. ამიტომ დავინტერესდით ჩვენ ჰიბრიდიზაციის პროცესით. Ну, რა თქმა უნდა, სანამ ჩვენ ამას გავცემდეთ პასუხს, რომ არის თუ არა მართლა ჰიბრიდიზაცია მიზეზი გახშირებული თავდასხმისა, პირველ რიგში უნდა გაგვეცა პასუხი იმ შეკითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა ეს ჰიბრიდიზაცია მგლებსა და ძაღლებს შორის საქართველოს ტერიტორიაზე და ამის შესახებ ჩვენ არაფერი არ ვიცით. ადრე ითვლებოდა, რომ ჰიბრიდების ამოცნობა მარტივად შეიძლება მარტო გარეგნული ნიშნებითაც. და იყო აი ესეთი რამოდენიმე ჩამონათვალი. ერთი გახლავთ განსხვავებული შეფერილობა, ოღონდ ეს არის ძალიან ესეთი საეჭვო, ასე ვთქვათ, დიაგნოსტიკური ნიშანი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ შეიძლება ვარიერებდეს შეფერილობა ერთ-ერთი იგივე სახეობის ფარგლებში, ხო? შემდეგ განსხვავებული პროპორციები იგულისხმებოდა აქ თავის ზომებისა და სხეულის ზომების შეფარდება, ასე ვთქვათ. რუდიმენტული ბრჭყალები. აი აქ წარმოდგენილი დამატებით ბრჭყალი და თქვენ ვისაც ძაღლები გყოლიათ, შეიძლება იცით, რომ ეს რუდიმენტული ბრჭყალები ხშირად გვხვდება ძაღლებში.
შემდეგ ბრჭყალების შეფერილობა, ისე ჰიბრიდებს იძახოდნენ უბრალოდ რომ ჰიბრიდებს, ანუ რომელიც გვანდეულებს, გაბნეულებს, შეიძლება ჰქონდეთ აი ეს თეთრი შეფერილობის ბრჭყალები და ასეთ შემთხვევაში ნამდვილად ჰიბრიდიაო. და ცისფერი თვალები, როცა მგელს აქვს ცისფერი თვალები, ის შეიძლება ნამდვილად ყოფილიყო ჰიბრიდი. მაგრამ კვლევა, რომელიც ჩატარდა 2014 წელს, ანუ ძალიან ახალი კვლევა, აჩვენებს, რომ არანაირი სარწმუნო კავშირი აი ამ ფენოტიპურ ნიშნებსა და გენოტიპს შორის არ არსებობს. ამიტომ ჰიბრიდების გამოვლენის ერთადერთი ასეთი შედარებით ზუსტი მეთოდი ეს გახლავთ მოლეკულურ გენეტიკური მეთოდების კომბინაცია. ხო? რაც გამოვიყენეთ ჩვენ. ეს გახლავთ მიტოქონდრიული დნმ-ის შესწავლა, ეს გახლავთ ბირთვული დნმ-ის მიკროსატელიტური ლოკუსების შესწავლა და ასევე ძალიან ხშირად იყენებენ Y ქრომოსომის, ანუ მამრობითი ხაზით მემკვიდრეობის შესწავლას, თუმცა ჩვენ Y ქრომოსომა სამწუხაროდ არ გამოვიყენებია. და ერთი რახანაკ არის ფოტო, კიდე ერთი ნიშანი, რომელიც ამბობენ, რომ ჰიბრიდებს გამოარჩევსო. საერთოდ, როდესაც მგელი ჩვეულებრივ გადაადგილდება და არიღებს მონაწილეობას სოციალურ დემონსტრაციებში, ხო? მისი კუდი არის დაშვებული. და ძაღლი ჩვეულებრივ როცა გადაადგილდება, აი რომ მიწანწალებს ქუჩაში, ხო? მისი კუდი როგორც წესი არის აპრეხილი. აი ეს გახლავთ ნამდვილად ჰიბრიდი ორხევიდან ახმეტის რაიონი და მას ხედავთ აი სულ კუდი აქვს ესე აპრეხილ მდგომარეობაში. მაგრამ კიდევ ვიძახი, რომ მაინც აი მარტო გარეგნულ ნიშნებზე ჩვენ დაგნობით ჩვენ ჰიბრიდებს ვერ გამოვარჩევთ. ეხლა რაც გავაკეთეთ, ჩვენ ეს დნმ-ის გამოყენა, ესა გამოყოფა კუდიში მერე მიტოქონდრიული ჰაპლოტიპების განაწილების შესწავლა და ბირთვული დნმ-ის მიკროსატელიტურ ლოკუსებში, მიკროსატელიტურ ლოკუსში ალელების განაწილების შესწავლა. აქ თქვენ ხედავთ მარტივად, რომ შეგახსენოთ, ვინც არ არის თქვა ჩვენი სპეციალობის, სად არის ეს მიტოქონდრიული დნმ, უჯრედი მიტოქონდრია, ესტრიული ფორმის დნმ, შემდეგ მისი სხვადასხვა უბნები ჩვენ მუშაობთ ძირითადად საკონტროლო რეგიონზე, იგივე დელუp რეგიონზე. ასევე ხედავთ მიკროსატელიტურ ლოკუსს აქვს, ეს არის ბირთვული დნმ-ის უბანი, სადაც გვხვდება განმეორებადი ტანდემები ნუკლეოტიდების CA, ხო? და რომელიც არაფერს არ აკოდირებს, ეს არის ის უბანი, რომელიც არაფერს არ აკოდირებს და გამოირჩევა მაღალი ცვალებადობით. ანუ ჩვენ აი ამის საფუძველზე შეგვიძლია ინდივიდუალური გენოტიპირება, ანუ განვასხვაოთ ინდივიდების დონეზე ერთმანეთისაგან. მიტოქონდრიული მდედრობითი. მიტოქონდრიული ეს არის მდედრობითი ხაზით გადადის, მიტოქონდრიული შეგვიძლია მიტოქონდრიული დნმ-ის ანალიზის საშუალებით შეგვიძლია გამოვხოთ მდედრობითი ხაზები, მაგრამ ინდივიდუალური დიფერენცირება არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ერთი და იგივე მდედრობითი ხაზიც შეიძლება იყოს 8, 10 და უფრო მეტი თქვა. აქ გაქვთ ჰაპლოტიპები, ხედავთ თუ არა, რომ წარმოიდგინოთ, რას ვადარებთ ერთმანეთს. ეს არის ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა, რომელიც უკვე დამუშავებულია პროგრამა ბიოედიტის საშუალებით და აქ თქვენ ხედავთ, სადაც წერტილებია, იგივეა და სადაც წერტილები არ არის და თვითონ ასოებია, ხო? აქ არის განსხვავებები და აქ ხედავთ, აი ეს განსხვავებები გვაძლევს სხვადასხვა ჰაპლოტიპებს, შედარებით ახლოს მდგომი ასეთი ჰაპლოტიპები ქმნის ჰაპლოჯგუფს. ეხლა რა გავაკეთეთ ჩვენ? აი იმისთვის რომ გამოგვევლინათ ჰიბრიდიზაცია მიმდინარეობს თუ არა მგლებსა და ძაღლებს შორის. ჯერ ერთი შევაგროვეთ სინჯეზი მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს გახლავთ თეთრები დასავლეთ საქართველოდან, აღმოსავლეთ საქართველოდან, ვარსკვლავები მიუთითებს იმ ადგილებს, საიდანაც მოხდა მეცხვარე ძაღლების სინჯების შეგროვება, ძირითადად მეცხვარე ძაღლების სინჯები წარმოდგენილი იყო მხოლოდ ბეწვით, გლის სინჯები წარმოდგენილი იყო ბეწვით, ქსოვილით, სისხლით და ექსკრემენტებით. ექსკრემენტები ახლა გროვდებოდა ძირითადად ისეთ ადგილებში, სადაც კვალის მიხედვით ზუსტად იყო იდენტიფიცირებული იქ მგლის არსებობა. და შემდეგ მოწმდებოდა გენეტიკური მეთოდებით, ნამდვილად იყო თუ არა ეს მგლის, თუ ექსკრემენტი იყო საეჭვო, ანალიზიდან იყო საერთოდ ამოღებული. ეხლა პირველ რიგში რომ გამოვყავით ჰაპლოტიპები და აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვაქვს 87 განსხვავებული ჰაპლოტიპი მგლებსა და ძაღლებში, ჩვენ გვაინტერესებდა როგორ ჯდებოდა ეს საერთაშორისო, ასე ვთქვათ, მიღებულ ჰაპლოტიპების განაწილების ჯგუფებში.
მე უკვე გითხარით, რომ სავოლაინენმა გამოყო ძირითადი ჰაპლოჯგუფები, რომელიც დააჯგუფა მსგავსების მიხედვით და წარმოშობის მიხედვით. ჰაპლოჯგუფი ეს გახლავთ, მისი წარმოშობის ადგილია მონღოლეთი, ჩინეთი, B ჰაპლოჯგუფი ევროპა, ავღანეთი, ჩინეთი, C ჰაპლოჯგუფი საუდის არაბეთი, D ჰაპლოჯგუფი ევროპა, E მონღოლეთი, ჩინეთი, F საუდის არაბეთი, მონღოლეთი. ყველაზე წინაპრულ ჰაპლოჯგუფად ითვლება A, ითვლება რომ აქედან წარმოიშვა B და C ჰაპლოჯგუფები. ეხლა ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი მგლები და ძაღლები სად არიან აი ამ განაწილებაში. ეხლა აღმოჩნდა რომ ჩვენი მგლების 68% დაჯგუფდა ევროპულ მგლებთან. აი ეს მუქი მწვანე, ეს არის მედია ჯონინგ ნეტვორკით წარმოდგენილი განაწილება. ხედავთ, აქ მუქი მწვანე არის მგლები, ღია მწვანე არის ძაღლები, ყვითელი არის ევროპული მგლები. მოდით ჯერ ასე მივყვეთ. ესე იგი ჩვენი მგლების ძირითადი ნაწილი, ანუ 68% დაჯგუფდა ევროპულ მგლებთან, ძალიან ცოტაოდენი აქ არის ამერიკული მგლები და ძალიან მცირე არის აქ წილი აღმოსავლეთ აზიური მგლებისა. აი ამ 68% ჩვენ მგლებისა ჰქონდა ეგრეთ წოდებული მგლური ჰაპლოტიპები, ანუ ის ჰაპლოტიპები, რომელიც გვხვდებოდა მხოლოდ მგლებში და არ გვხვდებოდა ძაღლებში. ეხლა რაც შეეხება სხვა მგლებს, ნაწილი დაჯგუფდა, აი ხედავთ, ძაღლებთან ერთად და ევროპულ მგლებთან ერთად. ძაღლების დიდი ნაწილი დაჯგუფდა, აი ამ კავკასიური ნაგაზების დიდი ნაწილი დაჯგუფდა სავოლაინენის მიერ გამოყოფილ აკლადაში, სადაც გვხვდება ჩინეთიდან და მონღოლეთიდან წარმოშობილი ხაზები. აი საინტერესოა რომ თვითონ სავოლაინენს რაც ჰქონდა ანალიზში გამოყენებული ერთადერთი მხოლოდ კავკასიური ნაგაზი, ის დაჯგუფდა ევროპულ ხაზებთან ერთად. ეხლა ამ ყველაფრის თუ ძალიან თავბრუ არ დაგახსნით, საფუძველზე რა შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩვენი მგლების 20%, ანუ ნაწილი და ძაღლების 37%-ს ჰქონდათ საერთო ჰაპლოტიპები, ანუ გადასურათია ეს. ხო. ფედერალური, ხო. სადაც ძაღლების და მგლების. კი, აი ესა. ჰქონდათ საერთო ჰაპლოტიპები, ანუ ისინი იზიარებდნენ საერთო ჰაპლოტიპებს. აი აქ ხედავთ თქვენ ერთ-ერთ მეცხვარე ძაღლს აქ. ეს ესე იგი რაც მოგვცა ჩვენ მიტოქონდრიული დნმ-ის ანალიზმა, რომ ნაწილი გვაქვს მხოლოდ მგლური ჰაპლოტიპები, ნაწილი კიდევ მგლებს და ძაღლებს აქვს საერთო. ნაწილი ჰაპლოტიპებისა ძაღლებს აქვს მხოლოდ ძაღლებისთვის დამახასიათებელი და არ გვხვდება თქვათ მგლებშიც ჰაპლოტიპები. ეხლა რა ინფორმაცია მოგვცა ბირთვული დნმ-ის ანალიზმა? ჩვენ ესე იგი ეს სიკვენსები, რომელიც მივიღეთ, გავაანალიზებთ პროგრამა Structure-ში, ეს კარგად იცით თქვენ რომ გამოიყენება პოპულაციურ გენეტიკური ანალიზისთვის, არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ გამოვხოთ განსხვავებული კლასტერები, ანუ განსხვავებული პოპულაციები და ვნახოთ თუ რამდენად მიეკუთვნება ესა თუ ის ინდივიდი ამა თუ იმ კლასტერს. აი Structure-ის მეშვეობით ძალიან კარგად გამოიყო ორი კლასტერი. ეს გახლავთ მგლების ერთი კლასტერი, შავი და ძაღლების მეორე კლასტერი თეთრი. მაგრამ თქვენ ალბათ ძალიან კარგად შეამჩნიეთ აქ შეჭრილობა თეთრების შავში და შავების თეთრში. ანუ რას ხედავთ ჩვენ? 17%-ზე მეტი ძაღლებისა და 15%-ზე მეტი მგლებს აქვთ კუთვნილება განსხვავებულ კლასტერში. ანუ ეს არის 0.8-ზე დაბალი ალბათობით ეკუთვნიან საკუთარ კლასტერს. ანუ გაცილებით ახლოს არიან ეგრეთ წოდებულ საწინააღმდეგო კლასტერთან. ეს უკვე ძალიან კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ ეს ინდივიდები გახლავთ მაღალი ალბათობით ჰიბრიდული წარმოშობის. აი აქ ხედავთ თქვენ უფრო დეტალურ დაყოფას, თუ დაგაინტერესებთ მგლის პოპულაციისა, სადაც ჩანს, რომ მცირედი განსხვავებები, მაგრამ განსხვავებები მაინც არსებობს. ეს არის ცენტრალური კავკასიონის პოპულაცია, ეს გახლავთ აღმოსავლეთის პოპულაცია, აღმოსავლეთ საქართველოს პოპულაცია და ეს გახლავთ დასავლეთ საქართველოს პოპულაცია. თუ დაგაინტერესებთ ამის შესახებ, მე შეგვიძლია კიდევ უფრო დეტალურად შევიხოთ ამას. ეხლა რა დავადგინეთ?
სხვადასხვა სტატისტიკური ანალიზის გამოყენების საშუალებით. 3% ჩვენი ინდივიდებისა არიან პირველი თაობის ჰიბრიდები. აი აქ წარმოგიდგენთ თქვენ აი ამ ინდივიდებს, რომლებიც არიან პირველი თაობის ჰიბრიდები. ეს არის ერთ-ერთი მგელი, რომელსაც ზრდიდა ყაზბეგის რაიონის მოსახლე და საიდან მოხდა მასთან. მდედრი ამ მგელის დედა იყო გუდაურის მახლობლად, მოკლეს, მას ჰყავდა მხოლოდ ერთადერთი ლეკვი, ყოველ შემთხვევაში ასე იპოვეს და ეს ლეკვი წამოიყვანა ერთ-ერთმა მოსახლემ და გაზარდა. ანუ ხედავთ, ის მდედრი როგორც ჩანს, რაღაც ადამიანის დასახლებების ახლოს მოძრაობდა. ეს ერთი შემთხვევა. მეორე შემთხვევა, ეს გახლავთ აჭარაში, ეს გახლავთ ცეცხლაურის მიდამოებში, თუ იცით, ესე მოკლული მგელი, რომელიც აღმოჩნდა ასევე პირველი თაობის ჰიბრიდი. ახლა თქვა ზუსტად ბედს ნუკვირდებით, რომ დაბალია, იმიტომ რომ ეს არის ზაფხულში მოკლული, შესაბამისად ბედზე მისი არის დაბალი. ეს გახლავთ მგელი, რომელსაც მანქანამ დაარტყა ნაფეტვრების მიდამოებში, იგი მოსული იყო ნაგავსაყრელის სიახლოვეს. ესეც აღმოჩნდა გარეგნულად არის სუფთა მგელი, რომ შეხედო, მაგრამ აღმოჩნდა პირველი თაობის ჰიბრიდი, ყველა ეს ახალგაზრდა ინდივიდებია. ფშავში მდედრის მოკლის შედეგად ზოოპარკში მოხვედრილი მგლის ლეკვი, რომელსაც ჰქონდა ცისფერი თვალები და აღმოჩნდა პირველი თაობის ჰიბრიდი. სამწუხაროდ ეს ლეკვი დაიღუპა დაავადებების შედეგად. აქ თუ დაგაინტერესებთ, ყავს პირველი თაობის ჰიბრიდული ძაღლები, რომელსაც აი მორფოლოგიურად ასე გარეგნულად საერთოდ არაფერი არ ეტყობათ მგელთან ჰიბრიდიზაციის, მე თუ მკითხავ. ასე არის, ეს გახლავთ ნაგაზი, კავკასიური ნაგაზი ყაზბეგიდან, ეგრეთ წოდებული ქოსა ნაგაზი და ეს გახლავთ კავკასიური ნაგაზი ჭეშოდან, თუშეთიდან. ესე იგი, რა დადგინდა დაახლოებით საშუალოდ 10% მგლებს და 20% ძაღლებს აქვთ ჰიბრიდული წარმოშობა. ესე იგი, უფრო ახლოს არიან საძინააღმდეგო კლასტერთან, ვიდრე საკუთარ კლასტერთან. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში მიმდინარე ჰიბრიდიზაცია და აქ წერია ეს ყველაფერი დეტალურად, საქართველოში მიმდინარე ჰიბრიდიზაციის სიხშირე გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენს მიერ სტატიებში ამოკითხული ევროპაში მიმდინარე ჰიბრიდიზაციის შემთხვევები. ასევე განსხვავდება ჰიბრიდიზაციის მიმართულებაც ჩვენთან. ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით. საინტერესო არის რატომ არის აი ჩვენთან ჰიბრიდიზაციის მაჩვენებელი უფრო მაღალი, ვიდრე არის ევროპაში. ეს აიხსნება სხვადასხვა ფაქტორებით. ერთ-ერთი ფაქტორი არის ასეთი. ვიცით ალბათ თქვენ, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში აკრძალულია ძაღლის თავისუფლად გამოშვება. პატრონიანი ძაღლის, ესე იგი, როუმინგი თავისუფლად მიმდებარე ტერიტორიებზე დაუშვებელია. შესაბამისად, აი აქ სიხშირე ძაღლისა და მგლის შეხვედრის გაცილებით დაბალია. გარდა ამისა, ევროპაში მგლის რიცხოვნობაც გაცილებით დაბალია ვიდრე ჩვენთან, ანუ ალბათობა იმისა, რომ მგელი და ძაღლი შეხვდება, ერთმანეთს დაბალია. შემდეგ, ჩვენთან რა ხდება? იყო თუ არა, ვთქვათ, ხო, მინდა კიდე ერთი რამე აღნიშნო, იქ სადაც არსებობს გაველურებული ძაღლების პოპულაციები, მაგალითად იტალიაში. იქაც აღმოჩნდა, რომ ჰიბრიდიზაციის სიხშირე უფრო დაბალია ვიდრე ჩვენთან. აი ახლა ეს რითი აიხსნება. საერთოდ გაველურებული ძაღლების ხროვის სოციალური სტრუქტურა და მგლის სოციალური სტრუქტურა განსხვავებულია ერთმანეთისაგან. გაველურებული ძაღლები ცდილობენ დასახლდნენ ისეთ ტერიტორიებზე, სადაც მგელი არ გვხვდება. იმიტომ რომ ამ განსხვავებული სოციალური სტრუქტურის გამო ინტეგრაცია გაველურებული ძაღლების მგლის ხროვაში თითქმის არ არის არსად აღწერილი. ამიტომაც იქაც აი კონტაქტი ნაკლებია ვიდრე ჩვენს კავკასიურ ნაგაზებსა და მგელს შორის. ჩვენ კავკასიურ ნაგაზებს რატომ? იმიტომ რომ ძალიან ხშირად თქვენც ვინც დადიხართ, ალბათ დაგინახავთ, რომ კავკასიური ნაგაზები თავისუფლად მოძრაობენ ტერიტორიაზე, ის ნაგაზებიც კი, რომლებსაც ყავთ პატრონები. და ჩვენ არაერთხელ დაგვინახავს ეს ყაზბეგში ღამით მოძრავი კავკასიური ნაგაზები პატრონიანი, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ასევე პატრონიანი ნაგაზები მოძრავი, რომლებიც სხვა შორის იპარავდნენ ცხვარს სხვისი ფარიდან, ხო? და ანუ აი ეს სიმბატრული პოპულაციები ჩვენთან მგლისა და ძაღლის ძალიან ხშირად ხვდებიან ერთმანეთს. ეს ერთი. ეხლა რატომ არის კიდე ევროპაში იშვიათი
მგლისა და ძაღლის ჰიბრიდიზაცია. იმიტომ რომ ევროპაში აღწერილი მიმართულება ჰიბრიდიზაციისა არის ასეთი: მდედრი მგელი და მამრი ძაღლი. იმიტომ რომ ძაღლი მაინც ახერხებს როგორც ჩანს გამოპარვას და შეუწყვილდეს მდედრს, გარდა ამისა იცით კარგად ალბათ რომ ძაღლები, ესა ბოდიში მგლები, ხვადი მგლები ნადირობენ ძაღლებზე. ამიტომ ფიქრობენ რომ მგლები გაურბიან, ძაღლები გაურბიან ხვად მგლებს და ამიტომ არის რომ მდედრები ნაკლებად უწყვილდებიან ხვად მგლებს, ეს ერთი. რაც შეეხება ძუმგლებს, ძუმგლები შედარებით მცირე ზომისანი არიან და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომ ძუმგლები როდესაც რჩებიან მეწყვილის გარეშე, გაცილებით უფრო აქტიურად ეძებენ თურმე მეწყვილეს, ვიდრე ძაღლები. აღწერილი არის შემთხვევები ასევე ევროპაში, როდესაც ძუმგელი ატეხილი, ასე ვთქვათ, ესტრუსის პერიოდში მყოფი, დადის სოფლების გარშემო და მუილით უხმობს ძაღლს. და ის შემთხვევაც არის აღწერილი, როდესაც ერთი და იგივე ძუმგელი აკითხავს ძაღლს ორჯერ, ესე იგი 2 წლის განმავლობაში აკითხავდა ერთი და იგივე ძაღლს. ესე ვიმეორებ, რომ განსხვავება კიდევ იმაშია, რომ ევროპაში აღწერილი ჰიბრიდიზაციის მიმართულება არის მამრი ძაღლი, ანუ მამა ძაღლი ჰიბრიდის და დედა მგელი. ეხლა ჩვენ შემთხვევაში რა ხდება? ჩვენ შემთხვევაში ხდება ის, რომ ჰიბრიდიზაცია მიდის ორივე მიმართულებით. როგორც ამ მიმართულებით, ისე იმ მიმართულებით, რომ ჩვენთან გაცილებით ხშირია, როგორც აღმოჩნდა, ძაღლებისა და მგლების კონტაქტი, ანუ როდესაც მდედრი არის ძაღლი და მამრი არის მგელი, ვიდრე პირიქით. ანუ ჩვენთან ჰიბრიდიზაცია ორივე მიმართულებით მიდის, ასევე ასიმეტრიულია, მაგრამ ასიმეტრიულია ძაღლებისკენ. ეხლა ევროპაში სხვადასხვა არც გამოუკვლევიათ მანდამაინც იმ ძაღლების ესე რა ქვია ჰიბრიდული წარმოშობა, სავარაუდო ჰიბრიდული წარმოშობა, რომლებიც ბინადრობენ ისეთ ტერიტორიებზე, სადაც შეიძლება მათი შეხვედრა მგლებთან. ძირითადად იკვლევდნენ მხოლოდ ჰიბრიდული წარმოშობის მგლებს. ამიტომაც. კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა მინდა აღწერო. აქ ხედავთ ჩვენ ჰიბრიდიზაციის მიმართულებებს. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ევროპაში აღწერილია ჰიბრიდიზაციის ისეთი მიმართულება, როცა მდედრი არის ძაღლი და მამრი არის მგელი, ეს არის ლატვიაში. ხედავთ თქვენ, რომ ლატვიის და ესტონიის ტერიტორიიდან შეგროვებულია მრავალი სინჯი, მგლების, მხოლოდ მგლების და მგლის ხროვაში აღმოჩენილია ესტონეთში 6 ჰიბრიდი, რომელსაც მდედრი ჰყავდა მგელი და მამრი იყო ძაღლი, ანუ ეტყობა ეს მდედრები შემთხვევითად ესე შეუწყვილდნენ ძაღლებს და მხოლოდ ლატვიაში აღმოჩნდა ხროვაში, უკვე ხროვაში ცხოვრობდნენ ეს ლეკვები, რომელსაც ჰქონდათ უჩვეულოდ მოყვითალო შეფერილობა და რომელიც აღმოჩნდა ჰიბრიდული წარმოშობის და რომელსაც დედა ჰყავდა ძაღლი და მამრი მგელი. სამწუხაროდ ეს მთელი ხროვა ამოხოცული იყო ესტონეთში მგელზე ნადირობის შედეგად და ასევე იპოვეს 2 ძაღლი, რომლის სინჯებიც რატომღაც ამ კვლევაში არ მონაწილეობდნენ, ეტყობა ვერ მოიპოვეს, აი ამ ხროვის მახლობლად. არ იციან ეს ძაღლები იყვნენ ამ ხროვის წევრები, თუ უბრალოდ სიახლოვეს იყვნენ და შეუწყვილდნენ მამრ მგლებს. ეხლა რომელ მგლებს შორის ხდება და ძაღლებს შორის ხდება, როდის ხდება შეწყვილება. ესე იგი, როდესაც ახალგაზრდა არატერიტორიალური მგელი მომთაბარეობს ტერიტორიაზე და ვერ პოულობს მეწყვილეს, ასეთ შემთხვევაში ამძუნებულ მდედრ ძაღლს იგი შეიძლება თავისუფლად შეუწყვილდეს. ეს ძაღლი ბრუნდება თავის პატრონთან, დაყრილი ლეკვების მამა არავინ არ იცის, ხო? შესაძლებელია ასევე შეუწყვილდეს ხროვის დომინანტ მამრსაც, თუ ძუ არ არის დომინანტი ძუ არ არის იმ მოცემულ მომენტში მამრთან ერთად, იმიტომ რომ ძუ არ აძლევს დომინანტი ძუ ხროვაში არ აძლევს საშუალებას გამრავლდეს რომელიმე სხვა ინდივიდი. იცით თქვენ ალბათ ამის შესახებ, ერთადერთი ძალიან იშვიათი გამონაკლისები არსებობს, როდესაც საკვების რაოდენობა ტერიტორიაზე ძალიან ბევრია, მაშინ ხროვაში შეიძლება გამრავლდეს რამოდენიმე ძუ. ოღონდ დომინანტი უწყვილდება მარტო თავის ძუს და დანარჩენი მდედრები უწყვილდებიან ეგრეთ წოდებულ შემოგედლებულ მამრებს. ეხლა ძალიან საინტერესოა კიდევ ის
რაც აჩვენა ჩვენმა კვლევამ სხვა კვლევებთან ერთად, რომ ძაღლის მოშინაურების, აი მრავალი 1000 წლის შემდეგ, იყო ეს თქვა 12000 წელი თუ იყო ეს 30000 წელი, ამას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. ძაღლებისა და მგლების პოპულაციებს შორის ხდება გენთა მიმოცვლა და ეს მიმოცვლა საგრძნობია და საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც მგლების, ისე ძაღლების პოპულაციაზე და აქ არ შეიძლება არ მოვიყვანო ლარსონის ძალიან საინტერესო მოსაზრება 2012 წელს გამოქვეყნებული, რომელიც გვეუბნება, რომ თანამედროვე ჯიშები ჩამოყალიბდა სულ რაღაც 100-150 წლის წინ, როდესაც გაიარეს გადარჩევის ასე ვთქვათ, ბოთლის ყელში. დანარჩენი სულ ხდებოდა პერიოდულად შეჯვარება ძაღლების მგლებთან და ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენდა მათ გენოფონდზე. ეხლა რომელი ჰიპოთეზა, მოშინაურების რომელი ჰიპოთეზა შეიძლება მივიღოთ, როგორც ასე ვთქვათ, სწორი, ხო? პრინციპში არც ერთი ჰიპოთეზა ერთმანეთს არ გამორიცხავს, თუ ჩვენ ავიღებთ იმას, გავითვალისწინებთ იმას, რომ შეიძლება არსებობდეს მოშინაურების და ალბათ ასეც არის, მოშინაურების რამოდენიმე კერა და მოშინაურება სხვადასხვა პერიოდში მიდიოდა და ამასთან ართულებს ის, რომ მუდმივად ხდებოდა მაინც ადგილობრივ მგლის პოპულაციებთან გარკვეული შეჯვარება, ამიტომ ძალიან რთულია ესეთ დომესტიკაციის გარკვეული ივენთების, როგორც ვთქვათ, მოვლენების, ხო? მოვლენების გამოყოფა და ესე ზუსტი დათარიღება, ხო? შემთხვევების გამოვლენა და ზუსტი დათარიღება. და დღემდე ეს შესწავლის საგანია. ეხლა რა ედო საფუძვლად ადამიანის მიერ მგლის მოშინაურებას? რატომ მანდა მაინც მგელი ეს პირველი მოშინაურებული ცხოველი? ხო, ამის შესახებაც ბევრი ჰიპოთეზა არსებობს და ბევრი კამათი არსებობს, მაგრამ 2013 წელს გამოქვეყნებული შრომის მიხედვით, რომელიც აკრიტიკებს იმ მოსაზრებას, რომ ძაღლმა მოშინაურების შედეგად შეიძინა ტოლერანტობა ადამიანის მიმართ და გახდა კოოპერაციული, ესე იგი განსაკუთრებით კოოპერაციული ადამიანის მიმართ. ეს მეცნიერები გვიმტკიცებენ რას? რომ ზუსტად ის, რომ გელს ქონდა სოციალური დასწავლის ძალიან განვითარებული უნარი, არა მარტო საკუთარი ხროვის წევრებისაგან, არამედ სხვა სახეობებისაგანაც, სწორედ ამან მისცა შესაძლებლობა ადამიანს მოეშინაურებინა მგელი. და ამას გვიმტკიცებენ როგორ? ესე იგი, რამოდენიმე ტესტი არის გამოყენებული ამ კვლევაში, რომელიც შემდეგ ამის შედეგები დამუშავდა თანამედროვე რაოდენობრივი ანალიზის მეშვეობით და რა ტესტებია? პირველი ეს ყველასთვის კარგად ცნობილია ეს ტესტები, როდესაც უმალავენ საკვებს და რომელი უკეთესად იპოვეს, თქვა, ძაღლი თუ მგელი. ორივე შემთხვევაში ორივე მშვენივრად პოულობს და არავითარი ახალი ამაში არაფერი არ იყო. მეორე ტესტი იყო ასეთი, რამდენად შეუძლია მგელს და ძაღლს, რომელი უკეთესად პოულობს საკვებს ადამიანის მზერაზე ზერით მიყოლით. აი ეს იყო ძალიან საინტერესო ამ კვლევაში და აღმოჩნდა, რომ აქაც გადასარევად მგელის და ძაღლის ორივე მშვენივრად პოულობს და აქაც არ განსხვავდება მათი შესაძლებლობები, მაგრამ მესამე ტესტი, რომელიც მათ გაუკეთეს, მისცეს კონტეინერი იყო დახურული, ამ კონტეინერის გახსნა იცოდა მხოლოდ ერთმა ძაღლმა, რომელსაც თნიდნენ მრავალი წლის განმავლობაში, იყო სხვადასხვა ტიპის დასაკეტები ჰქონდა ამ კონტეინერებს. აი, ერთი შეხედვითვე ყველა მგელმა ექსპერიმენტში მონაწილე მგელმა ისწავლა ამ კონტეინერის გახსნა და 15 ძაღლიდან მხოლოდ 4-მა შეძლო აი ამ ცდის წარმატებით ჩაბარება. აქედან გამომდინარე ესენი ასკვნიან, რომ მგლის სოციალური ქცევის თავისებურებები და კიდევ ვიძახი, სოციალური დასწავლის თავისებურებები, ანუ დასწავლა სხვა ინდივიდებისაგან, განაპირობა ის, რომ გახდა შესაძლებელი მათი მოშინაურება. ეხლა ერთი რა თუნდოდა ადამიანს მგელი, კიდე ამაზე ბევრი მოსაზრებები არსებობს. ერთი გახლავთ თქვათ ის, რომ მოსაზრება არსებობს ის, რომ ადამიანი ნადირობაში იყენებდა, მაგრამ კრიტიკოსები ამბობენ, რომ ადამიანს თავისუფლად შეეძლო მოენადირებინა ისედაც მგლის გარეშეც და მგელს ჭირდებოდა ძალიან დიდი რაოდენობით ხორცი და რატომ უნდა გაეყო ეს მგლისთვის და მეორე უფრო საინტერესო მოსაზრება მგლის გამოყენება როგორც დამცავი, ასე ვთქვათ, საშუალების.
და ერთ-ერთ სტატიაში ამტკიცებენ, რომ ადამიანმა დაიწყო საკვების მარაგების შექმნა მის მერე მხოლოდ რაც მოიშინაურა მგელი. ანუ მგელი იწყებდა წყალთქავს ყეფას, როცა უცხო სახეობა უახლოვდებოდა აი ამ საკვების წყაროებს, ხო? და ეს ადამიანისთვის იყო ხელსაყრელი. ეხლა კიდე მეორე საკითხია, რაში ჭირდებოდა მგელს ადამიანი? ხო, მაშინ, როდესაც მიდიოდა ძალიან გამძვინვარებული ომი, რომელიც დღემდე გრძელდება მგელსა და ადამიანს შორის, ხო? შეიძლება ზუსტად რასაც შენამბობ, იპოვა გადარჩენის თავისებური ნიშა. კიდევ ერთხელ ხაზი რომ გავუსვათ აი ამ ჩვენი კვლევის შედეგებს, ამ ბევრი რომანტიკის შემდეგ, ეს არის ის რომ ჩვენ გავეცით პასუხი საკითხს, რომ ჰიბრიდიზაცია ნამდვილად მიმდინარეობს ჩვენ ტერიტორიაზე, B ის რომ ჰიბრიდიზაციის მაჩვენებელი ძაღლსა და მგელს შორის არის გაცილებით მაღალი ვიდრე ევროპაში, G ის რომ ჩვენს ტერიტორიაზე ჰიბრიდიზაცია მიმდინარეობს ორივე მიმართულებით, როგორც დედა ძაღლი, მამა მგელი, ისე პირიქით და ძაღლებში თვითონ მგლის მინარელის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც იყო ორიგინალური ამ კვლევაში და იგი გამოქვეყნებული არის ხედავთ ჟურნალ Heredity-ში, არის ძალიან ბევრი სამეცნიერო ბლოგები, რომელშიც ეს საკითხი გაშუქდა, წარმოდგენილია აქ და როგორც ჩანს ეს საინტერესო იყო არა მარტო ჩვენთვის. მოხსენების ბოლოს მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა თელს ჯგუფს, რომელიც მუშაობდა ამაზე, ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხზე. პირველ რიგში ბატონ დავით თარხნიშვილს, მაია შაქარაშვილს, ასევე რომელმაც ძალიან დიდი შრომა ჩადო ამ ყველაფერში, მარი მუცველაძეს, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ გენეტიკურ კვლევებს და რა თქმა უნდა ზურაბ გურიელიძეს კიდევ, რომელიც ეკოლოგიურ კვლევებს ხელმძღვანელობდა და რა თქმა უნდა გიგი თევზაძეს, რომელიც ძალიან ხელს უწყობდა კვლევას და პერიოდულად როცა ეცალა მონაწილეობდა კიდევაც ამ კვლევის ექსპედიციებში. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, თუ შემიძლია შეკითხვებზე დაგხვდეთ. მათია დაიწყო უყოლა და მე ვერ მოვასწარი იმათვის, ვინც არ არის ჩვენი პროგრამების სტუდენტი, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი, წარმოვადგინო ქალბატონი ნათია კოპალიანი, რომელიც არის პროფესორი ილიას უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის, არის ხელმძღვანელი მსხვილი ძუძუმწოვრების დაცვის და ეკოლოგიის შესწავლის პროგრამისა და რამოდენიმე ესეთ გრძელვადიან კვლევას ხელმძღვანელობს ქალბატონი ნათია, მათ შორის მგლებისა და ძაღლების ხანგრძლივ კვლევას. და ერთი პატარა დეტალი თუ მომცემნებას, ხო, ეს სტატია, რომელიც არის ამაზეც მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მისი ავტორები არიან მათ შორის ორი სტუდენტი ჩვენი უნივერსიტეტის და ზოგადად ეს არის ჩვენი პოლიტიკა, რომ ესე იგი სტუდენტები არიან სრულყოფილი წევრები ჩვენი სამეცნიერო ჯგუფების. მართლაც ძალიან ესეთი ინტერესი გამოიწვია, სხვა შორის ამერიკელების მხრიდან ძალიან, იმიტომ რომ იქ არ ვიცი, აი ქალბატონ ნათია შეიძლება თქვენ უფრო კურსში იყოთ. ესეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ იქ არის ბევრი რაღაც დაჯგუფება ადამიანების, რომლებსაც ძალიან უყვართ ეს ჰიბრიდები მგლებსა და ძაღლებს შორის და კი, და გარკვეული შეზღუდვები არის დაწესებული, როგორც ჩანს ამ შეჯვარებაზე მგლებისა და ძაღლების და მათ გამოიყენეს ეს სტატია თავის დასაცავად, რომ ესე იგი აი ჩვეულებრივი ამბავი არის და არაფერი საშინელი ესეთი შედეგები ამას არ მოყვება. მე მინდა ისევ დაუბრუნო მიკროფონი ქალბატონ ნათიას და იმედია, რომ ბევრი შეკითხვები იქნება ამ მოხსენებასთან დაკავშირებით. მადლობა.
გამარჯობა, საინტერესო იყო ძალიან. მინდა გითხოთ, რა მიმართებაში არის ეს გენეტიკური კვლევა გველების და ადამიანების კონფლიქტთან? ანუ რა შეგვიძლია აი, რა შეგვიძლია იცით თქვა, რომ ხო არ არის ჰიბრიდები, ეს თავდამსხმელი მგლები. და როგორ მაშინ უნდა ვიტყოთ, უნდა ავიცილოთ თავიდან აი ჰიბრიდების არსებობა, ხო? აი, ამ მიმართებაში არის, რომ მიზეზი გავიგოთ რა არის. ხო არ არის ჰიბრიდები მის რიცხოვნობის, აი ეს ჰიბრიდიზაცია მის რიცხოვნობის მატების მიზეზი. მაგრამ პირველ რიგში არის თუ არ არის ეს უნდა გავიგოთ. და აი ეხლა უფრო ჩვენ ვცდილობთ შევაგროვოთ და უკვე მეტისინი გვაქვს თავდამსხმელებისა და თუ ეს თავდამსხმელების დიდი ნაწილი აღმოჩნდა სწორედ ჰიბრიდები, აი მას შეგვიძლია უკვე ასეთი დასკვნა გამოვიტანოთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს დასკვნა ვერ კიდევ ერთი კითხვა შეიძლება გითხრათ? ანუ ჩვენ განიხილავთ ამას როგორც მგლების პოპულაციისთვის საფრთხეს და ეს საფრთხე არის იგივე მოშინაურებული ჯიშებისთვის, ხო? რამდენად შეიძლება მოხდეს გადაგვარება გადაჯიშები? რამდენად არის საფრთხე? საერთოდ ითვლებოდა, რომ აი ბევრ ხალხსა ეს რომ ძაღლის ჯიშის გაუმჯობესება ბევრ მგელთან შეჯვარება. ადრე თუშეთშიც იყო ასეთი რამე, თუმცა ბოლო პერიოდში ვეკითხებოდი აი კონკრეტულ მეცხვარეებს, ხო? არავინ არ გამოდასტურა ასეთი რამის არსებობა, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ეს ხაზგებული ძაღლი წაიყვანა ვიღაც თურქმა იმისთვის, რომ თავის ნაგაზს შეუწყვილოს და მიიღოს შთამომავლობა და მე ბევრს შეიძლება არც იცოდეს, რომ მისი ლეკვი სანახევროდ შეიძლება იყოს მგელი. მოთხებით ამ გააჩნია. რეალურად ეს პროცესი როგორც ჩანს, რა ვიცი, 1000 წლეულობით მიმდინარეობს და იცით რა არის ეს, რამდენად არის თვითონ მისთვისაც საკითხი, ესეც ცოტა საკამათოა. ჩვენ შემთხვევაში ერთია და ევროპაში, სადაც მის რიცხოვნება მართლა ძალიან დაბალია, იქ კიდე სხვა არის. იცით რა, ეს ძალიან ისეთი საფრთხილო საკითხია და ძალიან დეტალურად საკვლები, რომ ჩვენ ზუსტად თქვა გადაჭრით. იქ ცოტა იცით რა, კონსერვაციული მიზნებისთვის სპეკულაციას, ასე ვთქვათ, სპეკულაციის საბაბი შეიძლება იყოს. ძალიან არ ვიცი, ესეთი ზოგადად კონსერვაციულ ბიოლოგიას ეხება ვიდრე იმას. არის ძალიან ესეთი ბრიტანული მიდგომები, რომ ყველა ვარიანტში ჯობია არიდება შეჯვარების, ხო, რომ თქვა რაღაცა შევინარჩუნოთ რაღაც ფორმები. მაგრამ ამაზე არსებობს ძალიან ესეთი არაეკლაროვნება აზრებიც, მაგალითად, როდესაც იგივე კანის უფლზე ლაპარაკობთ. აი სამწუხაროდ კორპუსის არის, მაგრამ აი არის ადამიანები, რომლებიც ამას ძალიან ესე სკეპტიკურად უყურებენ ესეთი თითქმის. იმიტომ რომ აი კორპუსის არის, იმიტომ რომ რეალურად ეს არის ჰიბრიდი, რომელიც ფენოტიპურად არის გარკვეული ძაღლი. ესე იგი, მიუხედავად იმისა, აქვს მას რაღაც მიტოქონდრიული დნმ-ები, ერთი ან მეორე ან კოიოტის ან მგლისა რა, ამისგან არ განსხვავდება მისი ნიშნები და მისი ესე იგი თვისებური. ამიტომ აქ შეკითხვა იბადება ჩვენ ვთქვათ, ეს მეცნიერები იცავენ რაღაც გარკვეულ ფორმას, რომელიც არის აღწერილი როგორც წითელი მგელი, მაგალითად არა, თუ იცავენ გარკვეულ მიტოქონდრიულ გენებს, რომელიც არის განმარტებით ნეიტრალური და მათ არ შეაქვთ არავითარი გავლენა თვითონ ცხოვრების თვისებებზე. და ისედაც ახლა კოიოტი, რომელიც გამოირჩევა ძალიან მაღალი სიცოცხლის უნარიანობით და წითელი მგელი, რომელსაც ძალიან ვიწრო არეალია, ხო? და საკმაოდ დაბალი გენეტიკური მრავალფეროვნება. რამდენად საზიანოა ამ რეალურად წითელი მგლისთვის კოიოტის გენების შემოდინება საბოლოო ჯამში. შეიძლება არის უბრალოდ არის ისეთი ზოგიერთ შემთხვევაში. შეიძლება როგორც თქვა გელძაღლა, შეიძლება იყოს ალბათ ესე იგი რაღაც უფრო საფიქრათო შინაური ცხოვრების შეიძლება არის. ამაზე ექსპერიმენტულ საჩუს ექსპერიმენტულ კვლევასაც გეკავთ ჩვენ აი წყობის პირობებში ჰიბრიდების მიღება, ეს ხანგრძლივი კვლევაა ძალიან და ქცევითი დისკრიმინაციის გაკეთებას, აი რამდენად განსხვავდება ამის ქცევა, იმის ქცევა, რამდენად ვთქვათ რაღაცა აგრესია, კომედია, პრონაკლები. ეს საკმაოდ რთული კვლევაა.
და აი ის რომ რაოდენობრივად სუსტად ზღვარი გაატარო ძალიან რთულია, კარგად დასაგებია და კარგად გასაგებია, რომ კარგად ელემენტარულად დათვალო შენი კვლევის შედეგები და კარგად წარმოაჩინო საბოლოო ჯამში განსხვავებები აი ამ ორ ჰიბრიდს და სიტყვაზე არაჰიბრიდს შორის. ამას დიდი ხანია ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით ისეთი მნიშვნელოვანი ამბავი არ გაკეთებულა. თუ გაინტერესებთ ჩვენი ამავალი კვლევის ერთ-ერთი მიმართულება კიდე ჰიბრიდიზაცია ტურასთან, რაც ამგვარებელსაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. მე სამწუხაროდ დავუგვიანებთ, მე შეიძლება თქვით, რომ მაინტერესებს, როდესაც ხელოვნურად ვახდეთ შეჯვარებას, სადაც დავხსნით. აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში მგელი, რომელიც კესს საიქნება, რომელიც უფრო მარტივად როდის ჯვარდება. შინა ხელოვნურ პირობებში. ნუ იცით რა არის, ამ შემთხვევაში არავითარი ესე პრინციპში მნიშვნელობა არ გააჩნია, თქვენ რას იშოვებთ. თუ ხართ მდედრი ძაღლი და ხვალ იყავს ვინმეს მგელი, უფრო მარტივი იქნება თქვენთვის მე ამის მოვლა და ლეკვები თუ არის ეს ძაღლი მდედრი, ხო? მაგრამ თუ არის მდედრი მგელის მოვლა, რაღაცების დასწავლა, განაისრო ვერ სწავლობთ. უბრალოდ ის არ ისწავლის იმას, რაც თქვენ გინდათ, რომ ადგილად გააკონტროლოთ. შეიძლება ეს შეკითხვა რო იყო, მეც დამადებითი შეკითხვა რო დავსვა. დედამი არ არის საერთოდ რაღაც მონაცემები შესწავლილი, რომ თქვათ აი რაღაც გარკვეული ხასიათის თვისებები, რომელიც გააჩერს ძალსა და მიერს. არის თუ არა სქესთან რაღაცნაირად თუ არ არსებობს ამ იცი რა არის, ასეთი კვლევა პრინციპში არ არსებობს, ან საინტერესო იქნებოდა. სავარაუდოდ უნდა იყოს იგივე აი ამ მოთავაზებიდან გამომდინარე, მაგრამ ასეთი კვლევა ჩახშეს არ არის. შეიძლება თუ სქესთან მესერები რაღაც თვისებებია. საერთოდ მამრი მგელი ისედაც უფრო რთული დასამორჩილებელია ეგ ყველა მგელი. რთულად ექვემდებარება ფრთას. იგივე დედრი მგელი. ერთად რო გავზარდოთ, წვილი, რომელსაც შენგენში შეჯვარებას აქვს. კი ბატონო, თქვენ გაგიჭირდებათ ამ წვლის კონტროლი. რასთვის არა. მათ შორის იყო ასეთი მცდელობები, ყავდათ მამრი მგელი, მაგრამ ნუ მერე იგივე გაიჩნდა. რომ ვერ იმორჩილებდნენ ის მოსკეს ფსიქოლოგიის ასაკში რომ შევიდა, უკვე კონფლიქტში შევიდა იქ თავის პატრონესთან, ზიანს ამენებდა უბრალოდ რაღაც ამტრობდა სახში რაღაც და ამიტომ იცით რა არის, ეს არ არის ერთჯერადი სწრაფად ერთ თაობაში ვერ მოშინაურდება, ხო? ამიტომ შენ მგელი რო ყავს სახში ძაღლად ვერ აქცევ იმას, ვერ აღი. კიდე მამრი იყოს, კიდე მგელი. ანუ თქვენ გაინტერესებთ თვითონ ჰიბრიდი რომელი უფრო იოლი გასაზრდელი იქნება? მე ვქიანო ძაღლი და მგელი რო ერთად გავზარდოთ, მეთქი რომელსაც შემდგომში შეჯვარებას ანუ ოქრო იონი იქნება. კი ბატონო, იქნება ოქრო იონი. სხვა შორის ერთი ესეთი შემთხვევა გქონდათ, თქვენ ადრე დასაწყისში მე ეს ძაღლი მოგვიჭდა, როდესაც ძაღლს და კავკასიური ისა გერმანული ნაბაჟის მეტყვი და ინგლისელები ერთად იზრდებოდნენ და სხვა შორის სხვადასხვა ხრიკებს სწავლობდნენ ერთმანეთისაგან. მაგრამ აი მე აზრი არ მესმის